მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო. Აი ესეთი ლამაზი საყვარელი დასტით შეხედათ რამ ხელა დასტა არის ძალიან დიდი დასტა ხელში ძვრის უჭერო გავჩეხო. აი ეს სლავური ლეგენდების დასტა, ესეთი ლამაზი ყუთი აქვს გიშდებ რომ დასტაზე. ესეთი კარგად გადმოსცემს თავის სათქმელს ხო? მოდი ვნახოთ აი ამ დასტის მეშვეობით. და აი ულამაზესი არკანების მეშვეობით რა გელოდება თქვენ და თქვენ ჩაქრებულ პიროვნებას ივნისის თვეში. ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები სტანდარტულად თქვენ და თქვენი პარტნიორის, ასევე დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და მოდი ვნახოთ რა გელოდება თქვენ და თქვენს პარტნიორს ივნისის თვეში. ივნისის თვე თქვენს ურთიერთობაში. რა გელოდებათ ივნისში თქვენ და თქვენ ჩაქრებულ პარტნიორს? რა გელოდებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს ივნისის თვეში? ჩაიფიქრეთ? ჩაიფიქრეთ? და მოდი გავშალოთ ახლა. ივნისის თვე თქვენთვის და თქვენი ჩაქრებული პიროვნებისთვის რისი მომტანია? რა გელოდებათ? შემოტრიალეთ. ივნისის თვე თქვენთვის და თქვენი ჩაქრებული პარტნიორისთვის. როგორი იქნება ივნისის თვე? რა ხდება ეს? რატო ესე? კარგი. ფონად სამიანი ხმალი. ფონად გვაქვს სამიანი ხმალი. ლამაზი ხო? დავიწყოთ ახლა გარჩევა სათითაოდ ამ არკანების, ან თქვენი პარტნიორის ურთიერთობაში ივნისის თვე როგორი იქნება. რა მინდა თქვა მოცემულ გაშლასთან დაკავშირებით, მოკლედ ფონად გვაქვს ჩვენ სამიანი ხმალი, როგორც გაჩვენეთ, ხო? და შემდეგი წყობა რაც მე მაქვს აქ რეალურად ეს არის პენტაკლების რაინდი, თასების ტუზი, ხუთიანი კვერთხები, ოთხიანი პენტაკლები, ხმლების პაჟი და 10-იანი თასები. მოკლედ ეს რას ვიტყოდი? ნუ აი ერთობ რა ვთქვათ, ხო, გადამწყვეტი იქნება ივნისის თვე გულის, ნდობის და ურთიერთობის სფეროში. მოკლედ ასე ვთქვათ, ხო, განსაკუთრებით ტკივილისგან გამოჯანმრთელების და გზნობის გამტკიცების კუთხით ძალიან განსაკუთრებული თვეა ივნისის თვე, ხო? დავიწყოთ ფონით სამიანი ხმლიდან გამომდინარე, ივნისში იწყება გულის ტკივილების, ანუ როგორც ივნისის თვე დაიწყება გულის ტკივილის, ან იმედგაცრუების, როგორ ვთქვათ, კარმით, ხო? ეს შეიძლება იყოს წარსულიდან მოტანილი ტკივილი, ღალატი, ანუ აუხტენელი, ასე ვთქვათ, მოლოდინები და აი ესეთი რაღაცაც ჯერ კიდევ შიგნიდან ძალიან გტკივად, ხო? მაგრამ სამიანი ხმალი მიუხედავად თავისი სიმძიმისა და მძიმე, ასე ვთქვათ, მდგომარეობისა, რაც ასახულია ამ არკანზე, ხო, არის ასევე განკურნების პირველი ნაბიჯი, რადგან სიმართლე, რომელმაც ეს გული თქვენ გაგიხლიჩათ შუაზე, თქვენ უკვე იცით, ხო? უკვე გითხრეს და გზნობებიც უკვე ცნობილია თქვენთვის, რის გამოც ასე ძალიან გეტკინებათ გული, ხო, ივნისის თვეში, მოკლედ, ხო? პენტაკლების პაჟი, ისა რაინდი რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, რაც მოსდევს რეალურად ფონს, ხო? ივნისის დასაწყისში იგრძნობა სტაბილური, ფრთხილი, მაგრამ სანდო ენერგია თქვენთან მიმართებაში, ხო? თქვენ იქნებით, ანუ ორიენტირებული სამსახურზე, მუშაობაზე, დისციპლინაზე, ასე ვთქვათ, ბიზნესკენ, თქვენი მიზნებისკენ ნელ-ნელა სვლისკენ, ხო? და შეიძლება მოდის ესე ვთქვათ, ვინმე, ასე ვთქვათ, ჩაგრთოთ ისეთ სამსახურეობრივად ვიძახი, ჩაგრთოთ ისეთ პროცესებში, სერიოზულ პროცესებში, რაც ძალიან დიდ პასუხისგებლობას მოითხოვს, მაგრამ ასევე გამოგაჩენთ ეს მდგომარეობა, გამოგყოფთ, ხო, რაღაც დამსახურებულად მიიღებთ თქვენ რაღაც ვთქვათ აღიარებას, ხო? ეს კარტი ზოგადად ეს არკანი მიგვითითებს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივებზე, რომელიც ჯერ კიდე, ანუ როგორ ვთქვათ, ხო, რომ დაიწყოს განვითარებას, ნელ-ნელა განვითარდება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივები. ხასების ტუზიდან გამომდინარე, მე ესეთ რამეს ვწოდი ზოგადად ტუზები არის საწყისი, ხო? და საწყისი თასები, რადგან არის ემოციებზე დაყრდნობილი, გვაუწყებს ჩვენ ივნისის თვეში ახალ გზნობას, სულიერად გახსნილობას, სიყვარულის, მადლიერების, შერიგების შესაძლებლობასაც კი, ან ახალი სიყვარულის მოსვლას, ხო? ეს შეიძლება აი როგორც აღნიშნე იყოს ძველი ურთიერთობის აღდგენას, ან ახალი გზნობის, ასე ვთქვათ, კონკრეტული პიროვნებისადმი გაღვიძებას, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ან შევრიგდებით
ესე ვთქვათ, ბრძოლ პარტნიორს ან სრულებითაც არა გამორიცხული, რომ ბრძოლ პარტნიორთან ახლეურად დაიწყოთ ურთიერთობა და გზნობებით, ახალი გზნობებით, მაგრამ არც იმას არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მოვიდეს ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც იქნება თქვენთვის მაინც გულისხმობაში ძალიან მღელვარე და დიდ მღელვარებას მოგიტანთ როგორც ემოციურ დონეზე, ასე ვთქვათ, თქვენ ეს პიროვნება, ხო? ზოგ შემთხვევაში ეს იქნება გულწრფელი განცდა, რომელიც განკურნავს თქვენს ტკივილებს, ჩემოკარგებო. ეხლა რაც აღნიშნავდი ხუთიანი კვერთხებიდან გამომდინარე. პროცესში მაინც გამოჩნდება შინაგანი და გარეგანი დაპირისპირება. ხო, შესაძლოა იგრძნობოდეს შეჯახება საკუთარ თავთან, საკუთარ შინაომებთან, ან თუნდაც სხვა პიროვნებასთან. გქონდეთ რაღაცნაირად შეტაკებები და შეხლა-მიხლა მოხლები, ხო? განსხვავებული პოზიციების ან ემოციების გამო თუნდაც. ეს დროებითი არეულობა, რომელსაც მოყვება ამ ყველაფრის გადალახვა სირთულეების, თავარია არ ჩაებად კონფლიქტში, არამედ მშვიდად და ლამაზად, აი ეს რჩება სადგაზეთ ეს არკანი, მშვიდად და ლამაზად იპოვოთ თქვენი სიმართლე და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე ყოველგვარი ჩხუბისა და მღელვარების და აშფოთვების გარეშე. როგორც რჩება, ისეც მოდის ეს არკანი სხვათა შორის. 4-იანი პენტაკლიდან გამომდინარე შეიძლება თავდაცვით პოზიციაშიც გადახვიდეთ ივნისის თვეში, ხო? როდესაც თქვენ ან სხვა პიროვნება თავს შეიკავებთ ერთმანეთთან გახსნისგან, ხო? აი თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა ეს ძველი ურთიერთობა იმდენად თქვენთვის ტკივნეული იყო, რომ ახალ შანსს ეგრევე არ ეხსნებით, ხო? აქ საჭიროა მოკლედ ესე ვთქვათ, ემოციური გულახდილობა საკუთარ თავთან და თუნდაც სხვასთან, ხო? თუნდაც თავდაცვითი ქცევა საჭირო იქნება თქვენი მხრიდან, ოღონდ ეს უნდა ჩანდეს ძალიან უსაფრთხოდ. უსაფრთხო უნდა იყოს და ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ ივნისის თვეში შესაძლებელია თუ ექნება ახალი პერსპექტივები, ან თუნდაც ძველ პერსპექტივებში რო იყოთ ურთიერთობის რაღაცნაირად აღდგენის, ან თუნდაც ახალი მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობა, ცოტა არ იყოს და ჩაკეტილი იქნებით ამ ემოციებისგან და გზნობებისგან, ალბათ ნდობის არქონის თემიდან გამომდინარე. ხმლების პაჟიდან როგორ მდგომარეობას ავწერდი, ხო? ხმლების პაჟი, ანუ რას გავუწყებთ ივნისის თვეში? გელოდებათ, გამოგვიძება რაღაცნაირად სიმართლის შემოწმება, გადამოწმება, ახალი ინფორმაციის მიღება, რაღაც ინფორმაციულად ძალიან დატვირთული თვე იქნება სხვათა შორის. შესაძლებელია ვიღაც გითვალთვალებთ, გათვალიერებთ, გაკვირდებათ, ან თავად ხართ ამ ეჭვების ქვეშ და თავად აკვირდებით ვინმეს ამ პროცესში თქვენ ხართ სხვა ადამიანის მიმართ, ხო? ეს ენერგია ხშირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე ვითარდება, ასე ვთქვათ, კულისებში, ან ვიღაცა, ასე ვთქვათ, ფრთხილად სწავლობს სიტუაციას, ან თუნდაც თქვენ იყოთ ეს ვინმე, ვინც ფრთხილად სწავლობს სიტუაციას, ხო, რაღაც დაკვირვებების თვეც იქნება. ან თქვენ დაგაკვირდებიან, ან თქვენ დააკვირდებით ვიღაცას. 10-იანი თასებიდან გამომდინარე, ეს არის ასრულებს ამ არკანების წყობას 10-იანი თასი, წინვალი დასასრულია, მინდა ვთქვა, ამ არკანებიდან გამომდინარე, ემოციური ჰარმონია მაინც, აი ესე ვთქვათ, ივნისის ბოლოს დაისადგურებს თქვენ სულებსა და გულებში, ხო? ჰარმონია, სრულების ასრულება, ურთიერთობის სიმშვიდე, ოჯახის ენერგია, ზოგადად, ხო, აი შეხედეთ. ძალიან მშვიდი, ძალიან კარგი და ძალიან ეს ღრმა არკანია ჩვენთვის 10-იანი თასები. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ტკივილებისა, შიდა არეულობებისა, იმისი დაგვირგვინდება სიყვარულით, ემოციური კმაყოფილებით და დიდი სულიერი სიმშვიდით. თუნდაც სიყვარულით საკუთარი თავისადმი, მოდი ესე ვიტყვი, ხო? ეს სიმშვიდეს ვჰპოვებ და საკუთარ თავს რო იყვარებ ადამიანი, ხო? ხო მშვიდად და სიმშვიდეში ხარ ამ მდგომარეობაში, ხო? როდესაც აი დიდი კონფლიქტები და რო გამოდიხარ საკუთარ თავს ხვევთან მიმართებაში და სიმშვიდე რო ისადგურებს შენში და საკუთარ თავს რო იყვარებ და გიყვარს შენი თავი ასეთი მშვიდი, ხო? ზუსტად აი ესეთი მდგომარეობა გექნებათ ივნისში. თუმცა ის არ არის გამორიცხული, თუნდაც ამ ახალ პიროვნებას ვინც გამოჩნდება, ბოლომდე არა, მაგრამ გაიხსნათ ემოციურად, ან თუნდაც შანსი მისცეთ ძველ სიყვარულს აღდგენისთვის, ახალი ემოციებით, ახალი შემართებით და ახალი გზნობებით, ხო? რა გელოდებათ ივნისში, მოკლედ გულის ტკივილებიდან გამოჯანმრთელება, ახალ გზნობებთან დაკავშირებული ეს ყველაფერი, ან თუნდაც ძველ ურთიერთობაში გზნობის ახლებურად, ასე ვთქვათ, განახლებასთან მიმართებაში, სერიოზული ურთიერთობა, ან სერიოზული ურთიერთობის პერსპექტივა თუნდაც გამოჩნდეს, რომელიც ჯერ განვითარდება, როგორც ძალიან ნელ-ნელა და ფრთხილად განვითარდება. სიყვარულის ახსნა, გულების გადაახსნა ერთმანეთთან მოკლედ რაღაცეთ, რომელიც იქნება დაკავშირებული შიდაომებთან, წინააღმდეგობებთან, თუნდაც ერთმანეთთან, ვთქვათ, გაუგებრობებთან და შინაგანობებთან ერთმანეთთან მიმართებაში, ხო?
წინააღმდეგობრივი კარტია მაინც ხო დაკავშირება და სიმართლის ასე თქვა ძიება ხო თუნდაც თქვენი მხრიდან თუნდაც ხვის მხრიდან თქვენთან მიმართებაში ინფორმაციულად დატვირთული თვე იქნება შესწავლითი პროცესები წავა მდგომარეობის თუნდაც ერთმანეთის სიტუაციის ხო ასევე რა გელოდებათ როგორც ასეთი ხო დასასრულისკენ რა ამოვიდა ემოციური ჰარმონია და შინაგანი ბედნიერება ათიანით ასებიდან გამომდინარე ზოგადად ყოველწლიურად მარგებელიაო რო იტყვიან ხო ყველაფერი მაინც ისე ხდება ჩამოკარგებაო როგორც უნდა მოხდეს და რაც არ კლავთ ზოგადად გაძლიერებთ ეს ასეა უბრალოდ ჩვენ და შეგვიძლია საკუთარი თავის სიყვარული და რაც საკუთარ თავს შევიყვარებთ ახლა მივცემთ მე უფლებას რომ თუნდაც კი გვეთკინება ადამიანები ვართ ვიტირებთ კიდევაც გვეთკინება კიდევაც მაგრამ აი ამ ტკივილში და ტკივილში არ მივცემთ თავს უფლებას რომ დავრჩეთ და ვიყოთ და ვიგლოვოთ და ასე შემდეგ ხო მოკლედ აი ესეთი გაშლა გამოვიდა ივნისის თვესთან დაკავშირებით მშვენიერი გაშლა იყო მე თქვენ გისურვებთ ბედნიერებას სიხარულს სიყვარულს მშვიდობას სოლიდარობას გულწრფელობას და ყველაფერს საუკეთესეს ცხოვრებას ჩემო ძვირფასებო და კარგად იყავით